საიდან ჩამოყენეთ ახალში რაიონის პარლამენტზე ეკლესიაზე. გამარჯობა პირველ რიგში ჩვენ ვართ საქართველოდან, გურჯისტანიდან და ყველა ქართველს ძალიან აინტერესებს ტაო-კლარჯეთის ტერიტორია. იქ არსებული ძეგლები, რომლებიც ადრე ქრისტიანული ძეგლები იყო. ტაო-კლარჯეთის მიწა ისტორიულად საქართველოს ეკუთვნის და რაკის საზღვრები უკვე ღია არის, ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, არა მარტო ჩვენ, ყველა ქართველს, რომ თავისი ძველი მიწა, ტაო და კლარჯეთი, შავშეთი, ასე შემდეგ მოინახულოს. გადაუთავოთ თან? Orta çağda burası Balkanlı artık çevresi hava bölgesi var. Büyücü toprağı burada. Büyücülere çok tarihi eserler var, kiliseler var, diğer eserler var. Her büyücü vatandaşı buralara çok ilgi duyuyor. Buralar bizim için bu eserler çok değerli. Buraya geldiğimizde, gezdiğimizde kendimizi hissediyoruz. İyi hissediyoruz. Maneviyat olarak iyi hissediyorum. Peki kritik bir soru sormak istiyorum. Şimdi bizler zaten böyle şey yapıyoruz. Dışarıdan gelen bir gözle, mesela geldiklerinde yapıları nasıl buluyorlar? Hani kiliselerin yapılarını nasıl buluyorlar? Tarihi yapıları hani böyle iyi durumda mı, kötü durumda mı? Etrafı restorasyon görmüş bir yer falan. Biraz toparlayayım bu soruyu sıradan. Anladın sen. Anladım. Kartveli, Kiliseli, Sikevi, Regia, Gangvergiyatı, Gangveri ararı, Kayriyatı ararı. ჯერ პირველ რიგში ვიტყვი, რომ როგორც აქ არის სხვადასხვა რეგიონები, ასევე საზღვრის იქეთ არსებობს ბევრი სხვადასხვა რეგიონი საქართველოში, გურჯისტანში. მე გახლავართ იმერეთიდან ჟურნალისტი, პოეტი. ესენი არიან სამეგრელოდან მასწავლებლები არიან, ერთი სკოლა არის ჩამოსული, ასევე გვყავს გურიიდან, ანუ სხვადასხვა კუთხიდან, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არიან დღეს წარმოდგენილი სტუმრები. ეს ნიშნავს იმას, რომ მთლიანი საქართველო დაინტერესებული არის თავისი ძველი მიწით, ტაო-კლარჯეთის მიწით. ჩვენ რაც ვნახეთ, ძალიან გული გვეყინა იმის გამო, რომ ეკლესია მონასტრები, რომლებსაც რესტავრაცია არ აქვს, ძალიან ცუდ დღეშია, ბანა, ხახული და ასე შემდეგ. ოშკს რესტავრაცია უკეთდება და მადლობა თურქეთის და საქართველოს მთავრობას, ხელისუფლებას, იმიტომ რომ ეს ერთობლივად მოხდა. პარხალი ძალიან მოგწონს, ასევე რესტავრირებული ტაძრები ძალიან მოგვეწონა და ამისთვის მადლობას გითხრით. ვუხდით ახალ ხელისუფლებასაც, რა თქმა უნდა, ჩვენს საქართველოს მთავრობასაც. Genel bir özet olarak uzun bir çeviri olursa. Gelen misafirler çoğunluğu pedagog, öğretmen, Gürcistan çeşitli yerden, İmereti'den, Samegol'dan gelmişler. Evet. Diyor ki, Tavada gördüğümüz özellikle manastırlar, kiliseler, kaleler çoğunlukla bakımsız restore edilmemiş. Restore edilen tarihi eseri gördüğümüz zaman üzülüyoruz ona. İçlerinde işram, Balkal gibi manastırlar, kiliseler restore edilmiş. Bunun için sevinçliyiz, mutluluk duyuyoruz. Ayrıca restore eden bakan Türk yetkililerine ve büyük yetkililerine teşekkür ediyorum. Teşekkür ederiz. ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ აქედან მე ბევრჯერ ყოფილი ტაო-კლარჯეთში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ტაძრები, არამედ ის ადამიანები, ვინც ქართულ მიწაზე ცხოვრობენ. ბატონი აშარი, ქართველი გურჯი, ასეთი ბევრი მეგობარი ყავს. და ჩემთვის მთავარი არის თითოეულ ქართველთან ურთიერთობა, ამათი გაცნობა, იმიტომ რომ ჩვენ ერთი სისხლი გვაქვს, ნათესავები ვართ და მინდა რომ ჩვენ შორის პატარა ხიდი იყოს. Diyor ki ben uzun zamandır Tava'ya, buralara gidip gidiyorum. Buralarda birçok arkadaşım, özellikle büyücü kökenli arkadaşlarım var. Onlarla işte ilişkilerim var. Bunun için çok seviniyorum. İstiyorum ki buranın halkıyla Gürcistan arasında bir köprü oluşturalım. Kültür alışveriş olsun. Bunu istiyorum.
Teşekkür ederiz kendisine. ჩვენ ეს გავამ ბარემ ერევადავე ანუ ჩვენ როდესაც საქართველოში მივდივართ გურჯისტანში ბევრი სევდა მიგვაქვს უხარება და ბევრს ვწერთ აუპარჯეთის შესახებ თქვენს შესახებ ქართველების შესახებ ბევრ ამბავს მოყვებით იქეთ საქართველოში თქვენ შესახებ ვეუბნებით რომ თქვენ ძალიან კარგი ქართველები ხართ აქ ენას რომ ინარჩუნებთ ქართულ ენას ძველი ტაოს დიალექტით საუბრობთ აქ და მადლობას გიხდით, რომ ეს ენა შეინახეთ, ეს ჩვენთვის სიმდიდრეა. Diyor ki biz havaya buraya girdiğimiz zaman işte tarihi seviyoruz, insanlarla diyalog kuruyoruz. Hindistan'a gittiğimizde burada gördüklerimizi, yaşadıklarımızı yazıyoruz, kitap yazıyoruz, oradaki insanları işte medyalardan izliyoruz. Bu bize mutluluk veriyor. Ayrıca burada işte yaşayan bize kökenli vatandaşlarla dillerini konuşlar, İngilizce konuşabiliyorlar. Bu bizim için mutluluk kaynağı. Ondan bahsetmişken tam Yaşar abinin bahsetmiş olduğu alana gideceğiz birazdan değil mi Yaşar abi? Aynı zamanda Çarşılar Köyü'ne doğru gideceğiz. Oradaki vatandaşlarla kısa da bir olsun sohbet etme şansı olacaklar. Bunu da böyle bir kısa bir bilgi yapacağız zaten. İstersen bu manastır hakkında kısa bir bilgi verelim. Olur. Bir saniye. Manastır hakkında şöyle bir başlayalım. Arpal Manastırı, Evet Yaşar abi. Arpal Manastırı milattan sonra yani Orta Çağ'da 960 yılında inşaatına başlanmış. Bagrat Kralı, 3. Kralı, 3. David Magistios inşaatına başlamış. 13 yıl sürmüş inşası, 13 yıl sonra bitirilmiş. 1500 yılında da Patrik yığını tarafından tamir edilmiş. 1660 yıllarda da burası camiye, mescitte çevrilmiş. Mescitte çevrildiği için yani korunmuş diyebiliriz. Evet. Yani zaman. Yaklaşık 970 yaşında Evet, 1000 yıllık bir tarih diyoruz şu an. Çok teşekkür ederim. Ben teşekkür ederim. Sağ Çok teşekkür